ქანის ენერგია ჯიბეში გიდევთ, ქანის ენერგია არის ეგეც ჯიბეში ჩაიდეით. ნავთობი გვაქვს, წიაღირსეულები გვაქვს, ეგენიც ჯიბეში ჩაიდეით, სუყელამა, ეხლანდელმა იმანა, მთავრობამა. მერე ჯიბეში ჩაიდეთ, აჩქარებული წესებით აშენებთ ახლა ჰესებსა, პატარა ჰესებსა, ინფორმაცია ბევრი მოდის და რეგისტრირება ჩქარი წესითა გაქვთ, საკუთარ გვარებზე რო იფორმებთ და მამიდაშვილების და დეიდაშვილების გვარებზე. ეგეც ხო ჯიბეში ჩაიდეით. სატრანზიტო ქვეყანა ვართ. შემოსავლები რაც არის ხო ჯიბეში გიდევთ, ფოთის სპორტი ხო ჯიბეში გიდევთ. ერთადერთი რაც ვერ ჩაიდეით ჯიბეში ბათუმი არის, ბათუმსაც საკუთარი ისა კიდე შენარჩუნებული რა. და მაგას ვერ ეხებით იმდენათა და ბათუმელი ხალხი ჯიბეში არ ჩაგადებინებთ. როგორც შიდა ქართლი ჩაიდეით და მერე თბილისი და კახეთი ჯიბეში რო ჩაიდეით. დროებით ჩაიდეთ და ვინ მოგცემთ მაგის უფლებასა. აქეთ ჩვენ გვაშინებთ. აქეთ ვითომა დინარაძე ყივჩაღებმა და ოსმალებმა და დიდმა ურდუებმა ვერ შეგვაშინა ქართველიერი და ვერ დაგჩაგრა და ვერ გაგვაცამტერეს. კალაძე ხარ თუ ყობახიძე ხარ თუ წილოსანი ხარ თუ თქვენი ისა ბოგინის დროი ხო დამთავრდა. არაფერი გაგიკეთებიეთ ერისთვისა, შეზღუდვისა და ჩაგვრის გარეშე. რო არაფერი ვთქვათ, 1,200,000-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი ქვეყნებს გარეთ გახიზნეით. გახიზნეთ და ახლა როცა შეუქმნი ისეთ სიტუაციასა რომ გავიდეს ქვეყნიდანა, რატო ბანკებში გათავნეით? პენსიონერები სულ ბანკებში ხავთ გათავნებულები. წლიური შემოსავალი სუფთა მოგებაი დააფიქსირეს 2 მილიარდ 3 მილიარდ ლარამდე ბანკებმა ვის ხარჯზე? მოქალაქეების ხარჯზე. კიდე თქვენ აღრულტურეთ და კიდე რაღაცა სიწმინდეებზე და ოჯახებზე და რაღაცაზე ლაპარაკობთ ბიჭო. სირცხვილი არ არის ბიჭო, ერთხელ და სამუდამოდ შეიგენეით რომ უნაღი გავოთ მიწისაგან პირისაგანა. მაინც და მაინც შიდა არეულობა გინდათ ახლა, შიდა სისხლის ზღვრა გინდათ და შიდა გამოსვლები გინდათ, მაინც და მაინცა. მაგას ელოდებით რომ ძმა-ძმას ვიც დაღვაროს. ვერ მოგართვით. ქართველის სისხლში და იმაში აღარ გაისვრის ხელსა, ეს დრო დამთავრდა. სიტყვით მოვალთ და სიტყვით გაგიტანთ მეგობრებო. შტანგისტებო და მოჭიდავისტებო, ვითო პარლამენტში რო შეწვერით, წურბელესეება და ხმას არავინ არ იღებთ. 150 გაიძვერაი. ერთი კაცი როგორ არ გამოდგა ბიჭო, ქართველის მოყარული, ერის მოყარული როგორ არ გამოდგა და ერთი კაცი არ იღებს ხმასა, ა? დავამატოთ კაზინოები, 500 მილიონი წმინდა მოგებაი წლიური შემოსავალი გადააჭარბეთ. პენსიონერები ბანკებში გათავნეთ, მოსახლეობა გააქციეთ შემუშავებლის ნორმალური კოდექსი რო არა გვაქვს და 5 ლარს და 8 ლარზე რო ამუშავებთ დღეში. ვის გაუგია ეგეთი ქვეყანაა, ვის გაუგია ბიჭო? და კიდე აქეთა ზღუდავთ ხალხსა კამერები, ჯარიმები, ციხეები, ქურდული ტრადიციების მიმდევრები, ახალგაზრდებსა ბოლო მოუღეით იმენა. ვისაც იარლიკი ვერ მიაწებეთ და ვერ იმასაკენით, 15,000-ს პატიმრებს გადავაჭარბეთ, 25,000 აღრიცხვაზე დააყენეით, 1,200,000 გარეთ გაუშვით, 800,000 50 ლარებზე დასვით, ბანკებში გათავნეთ პენსიონერები, დანარჩენები კრედიტები და ისინი ახლა მოუმატეთ ისინი ბანკები რამ ხელა მოგებებზე გადიან და არც ერთ ბანკს არ გაუჩნდა ემოციაი რომ თავის მომსახურესა გაუზარდოს ხელფასი იმ წმინდა მოგებიდან რენკიც გადასახადი შეუძლია რომ არა ჯიბეში ჩაიდოს და მე გათავნეით კიდე თელი ახალგაზრდობა კლუბები დისკოტეკები ბარები, ავსეთ, LSD, კოკაინი, გაშიში, რავი, რაც კი ჩათალახობა არის, ყველაფერი ხელმისაწვდომი გახადეით. მერიამოს ტელევიზიები დავამატოთ, სერიალები დავამატოთ, 1000 სისაზღრის წამხალისებლები. თქვენ ახარჩულო სახელმწიფოი ჩამოშალეთ, ინსტიტუტები მოშალეთ, დააქციეთ. ეხლა ოპოზიცია კიდე რატიც გადარჩენაზე კიდე როგორ არის ეს ვაშაძე და ეს ჯაფარაა ბიჭო ქუჩაში ბიჭო რას დატალაკუნებთ ა მაინც და მაინც გინდათ რომ ჩეჩქოთ ადამიანებმა ა მოდით 26 რიცხვი არის დამოუკიდებლობის დღე გმირების დღე ქვეყნის დღე არა მთავრობა პირწავარდნილი მთავრობისა და ოპოზიციის დღე კი არ არის ეს არის გმირების დღე რომლებმაც მოიპოვეს, იბრძოლეს, საკუთარი სისხლი და სული გასწირეს ქვეყნის ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვისა. თქვენთვის კი არ გასწირეთ ბიჭო. ქართველები, ნამდვილი წმინდა ქართველები კი არ გადავშენებულა. დროებით გავერიდეთ, რომ არ გავსვრელიყავით ამ სანაგვეში და ხელზე არ მოგვეწერა რაღაც შათალახობებსა. ხელი არ მოგვეწერა და შეგვედარჩუნებინა ქართველობაი. ჩამოვალთ მალე. დიდრდებით კიდევაცა, ძლიერდებით კიდევაცა, ვითარდებით კიდევაცა და
მშობლები, ბავშვები ვერ დაგიპურებია, ჩულ. შენ სახელმწიფო საიდან ხარ? კანონები გაამკაცრეს. ერთ ადგილზე ამოისვით ეგ კანონი გამკაცრებული ქაღალდების უყელამა. 26-ში არავინ არ გახვიდეთ, თხოვნა არის ბიჭო, ქართველი კაცის თხოვნა არის. ბავშვების დასაცავად არავინ არ გადის გარეთ და გადიან იმის დასაცავად 26-ში რა უნდა გაუკეთოთ იმათა? ვაშაძეს გააშენებული ქვეყანას რა უთხარი მე რა? 9 წელი ხო იყავით შადრევანი, ფანტანი, შიდაომი, არეულობა, 7, 9, ხოცვა, ჟლეტვა, ქურდობა, ყველაფერი თქვენ იმას აქეთ ერთი რამე გააკეთეთ ბიჭო. არაფერი. კიდე ტაშს როგორ უკრავთ იმათა? გავგიჟდები ამის დედავატირე ბიჭო, რა გინდათ იმათთან ახლა? არა ვარ მანდა რომ ევაგას ერთი სილა გავაწნა და მივაგდო თავის კუთხეში და მიუჩინოთ ავანთი ადგილი. ამ ჩათალახებს ამათა. გამოვიდნენ ოჯახის სიწმინდის დღე, მთავრობის დღე, იმის დღე, 26 რიცხვი ჩატარდეს. რანაირი გარეწაროც არ უნდა იყოს, რანაირი ხელხაყებულიც არ უნდა იყოს მთავრობა, არის კიდევაც არა, ამას რა თუნდა შედეგი, რა თუნდა ამასა ფიქრი, არის კოკაინზე შესვით ახალგაზრდობები, კაზინოებში გათავნეთ, თავებს იხშობენ, ბავშვები, გული არავის არ ასტკივა, გამოვლენ და ეს კეთილდა, ალილუია, აბორტი რა აბორტი შვილოა? შემირცხვენი ეგეთი ახლა კიდე წვერებიანებო 80%-ზე მეტი. თუ ასაკრძალი არის, ესა თავიდანვე უნდა აკრძალულიყო. ეხლა რო გაგახსენდებათ ხოლმე რა, გაწყდა ერი. აბორტი არ არის ქვეყანიდან რომ 1,200,000 გასულიერი, ქალი, მშობელი რო გასულიერი, აბორტებზე მეტი არ არის ეგა. ბანკები რო ჭამენ არ არის ეგა, ბიზნესები რო ჭამენ არ არის ეგა. არ არის ეს ყველაფერი ასაშენებელი, გავძლიერდებით. ყველას გთხოვთ, გონებაზე მოდით, გადავამოწმოთ ვინ არიან, რა არიან სააშკარაოზე და ვაცალოთ. ალილუია, იგრიალონ ჯიპებით აცალეთ. თავრობამაც იგრიალ რა კანონიც არ უნდა შემოიღოს ქართველსა ყიციყებმა და ხაზანფაშებმა ვერ მოუღეს ბოლო ბიჭო ეს ამა დინარაძის მოსაღები, შენი მოსაღები და შენი შესაშენებელი ბიჭო აღარ ვიტყვი რა. გერმანიაში ხუთში დავაჩოქეი, დედის ოჯახი აუწიოკეი ბიჭო. 5 მაფიასა, სულ ყველა ტრაქზე მასხდნენ, სახში მხვდებოდნენ რომ ვერ აიღებს საქმესა, ეს ჩემი უბანია, ის ჩემი უბანია. კანონი კი გიცავს ყველაფერი, მაგრამ შიდა ისენი მაინც არიან წურბელები, გაიგე? იმათ გაუსწორდი ბიჭო 5 კომპანიასა ბიჭო. და ეხლა ემწუჩი ესე ვართ, ემწუჩი რომ შენ ვინო ყოფილხარ რომ წრფელი გული, უფალთან ყოფნა და სიყვარული ავაშენებთ ჩვენ ქვეყანასა ცოტა ხანი მოიცადეთ და ერთი დღე ვთქვათ, ერთი დღეი ცოტაც ვაცალოთ, გაირყვნან, ბარემ გამოჩნდეს ვინ არის გამყიდველი და არა გამყიდველი და დავიწყოთ რა. საქართველოს აღშენებლობა დიდება გმირებს, დიდება საქართველოს, საქართველო უპირველეს ყოვლისა.